და აღნიშნო, რომ დღეს განსაკუთრებული დღე იყო საქართველოს ისტორიაში და ქართული ხალხის ცხოვრებაში და მე მინდა მადლობა უთხრა მეუფე დიმიტრის და ბათუმის და ლაზეთის ეპარქიას, მე მინდა მადლობა უთხრა მეუფე შიოს და თბილისის ეპარქიას, რომელსაც მომცეს საშუალება, რომ მე დელეგატის სტატუსით ყოფილიყავი, იქ შემდეგ გადანაწილდა მნიშვნელობა არ აქვს. თავარი არის ის, რომ დღეს საქართველოში ძალიან ბევრი ღირსეული მრევლის წარმომადგენელია. და შესაბამისად, როდესაც მე იქ მივდიოდი, თავისთავად იმ უბრალო ალბათ ჩემთვის, რომ ამ ისტორიის განმავლობაში, საკმაოდ ფართო დიდი წლების განმავლობაში მე ბათუმის ეპარქიისთვისაც ხშირად დიდი ხნის განმავლობაში ეკლესიურ საქმიანობას ვეწევოდი და თბილისის ეპარქიაშიც და აქედან გამომდინარე მე მქონდა პატივი, რომ აი პირდაპირ თქვა დავთქმარიყავი იმ ღონისძიებით, რომელზეც დღეს გაიმართა მეუფეს წინასტუმარს, რომელიც მონაწილეც იყო, მხოლოდ დამკვირვებელი არა, ვეკითხებოდი შიგნიდან როგორ ჩანდა ეს პროცესიო, თქვენ იყავით დამკვირვებელი ამ პროცესის, მე მეტად თავისუფლად ალბათ მე ვიჯექი და ვადარებდი რა იყო 77 წელს და რა არის დღეს. მე მქონდა საშუალება ეს შემედარებინა. მე დავინახე კიდევ ერთხელ და ალბათ თელმა საქართველომ დაინახა შედეგი მისი უწმინდესობა ილია მეორის 8 წლისა. გათითო-კაცებული ქართული საზოგადოება, როდესაც მხოლოდ და მხოლოდ სიონის ტაძარში იყო ქართველი მრევლი და ქაშვეთში ნაწილობრივ, დანარჩენ ეკლესიებში არც ის ბევრი იყო, 6-7 ეკლესია იყო და იქ ქართული მრევლი არ დადიოდა, არ იყო ქართული მრევლი. 5 ეპისკოპოსი ირჩევდა. და ის 5-6 ეპისკოპოსიდან 4 საკმაოდ ასაკოვანი ადამიანები დიდი ღვაწლით, რა თქმა უნდა. და აი ეს მისმა უწმინდესობამ მთელი რიგი სკანდალებიც ახლდა წინა პატრიარქის ეს ასე თქვა ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია. სამუშაო პროცესია, შეიძლება დღესაც ვიღაცას სიტყვა გაექცა, შეიძლება ვიღაცას რაღაცა არ მოეწონა, მაგრამ თავარი არის ის სისავსე, რაც იყო დღეს ტაძარში. თავარი არის ის სითბო, როგორ ეპყრობოდნენ ადამიანები ერთმანეთს. თავარი არის კადრებში ჩანდა თუ არ ჩანდა კონკურენტები, როგორ კოცნიდნენ ერთმანეთს. ჩანდა სხვათა შორის პროდიუსერს, ხო, მეც მივაქციე ყურადღება. არათუ მივაქციე, გამოცხადების შემდეგ ველოდებოდი ამ კადრს და აი თქვენ ნახეთ, აი ღიმილი სახეზე. ეს იყო შეკრება, სადაც შემიძლია ვთქვა, რომ მეუფე შიომ გაიმარჯვა, მაგრამ ამ სიტყვასაც ვერ ხმარობ, იმიტომ რომ დამარცხებული არ არსებობს. გაიმარჯვა ეკლესია. გაიმარჯვა ეკლესიამ, ეკლესიამ აჩვენა უმაღლესი კლასი, როგორც ორგანიზებულობის, ასევე ინტელექტის, ასევე ადამიანური სითბოს და სიყვარულის ერთმანეთის მიმართ. აი სავსე იყო სიყვარულით ტაძარი და თან ჩვენ გვაქვს გარკვეული ეს თქვათ ტრამვაი გაგებით, რომ 2012 წელს კი ვნახეთ გადაბარება ხელისუფლების და ძალიან პოლიტიკურად მაღალი კლასის სურათი, მაგრამ დიდწილად კონკურენტები ერთმანეთს დიდწილად და შემდეგ აღარ გვინახავს რაღაც დამარცხებული და გამარჯვებული. არა, დღეს საქართველოს გაიმარჯვა. დღეს საქართველოს ეკლესიამ გაიმარჯვა თლიანად და აი შემდეგ ტელევიზიით მე მგონი არ იყო, მეუფე უწმინდესი შიო უკვე მეც მიჭირს გადაჩვევა. უწმინდესი შიო წაბრძანდა ძველ საპატრიარქოში სიონთან და თაგონ დიდხანს იმყოფებოდა იქ, აი იქ ხო პატრიარქის სული ტრიალებს. შემდეგ პანაშვიდი გადაიხადეს მისი უწმინდესობის საფლავთან. შემდეგ ავიდნენ საპატრიარქოში მეუფეები, ერთად იყვნენ, იქაც პანაშვიდი გადაიხადეს, მანამდე დახურული იყო პატრიარქის საცხოვრებელი ოთახები, ის გაიხსნა. აი ეს იყო ძალიან სასიამოვნო ფაქტი და შესაბამისად ეს ფაქტი აღძრავს იმ იმედებს, რომ ახალი ენერგიით გაგრძელდება ეს ყოველივე. მისმა უწმინდესობამ შექმნა სახე მისა, არა მარტო ეკლესიას, არამედ შეიძლება თვითოულ
ჩვენგანს და აი ისეთ პირობებში დღეს აღმოჩნდით რომ შეგვიძლია ვიამაყოთ აი ამ კულტურით, ელემენტარული თუნდაც საარჩევნო კულტურით, გამჭვირვალეობით, ღიაობით, დამოკიდებულებით. გარკვეული სკანდალები, პრობლემები ახლდა. ეს ოჯახში არის. დილემები, ეს ოჯახში არის. დილას 1000-ით გამოვიდე, ან გამოხვიდეთ, რა ქვია, გარეთ, შეიძლება კამათი გამოიწვიოს ოჯახის წევრებს შორის და ეს ახლავს ყოველივე ამას. მაგრამ ნახეთ რა მოხდა, მე უკვე იობის მოხსენება, აი დამოკიდებულება შემდგომ რაც იყო აქვე მინდა აღნიშნო ერთი გარემოება რომ ეს ამ ადამიანთა უმეტესობა ყველა მის უწმინდესობის ილია მეორის ფთებქვეშ გაიზარდა. ელემენტ ყველაფერს დავიდავნებოთ, მეუფე ანანია ცოტა უფროსი კი იყო ჩვენზე, მეუფე იობი, მეუფე დიმიტრი, ეს ერთად სტიხაროსნები ვიყავით და აი ნელ-ნელა შეკრიბა ეს გუნდი, მეუფე დანიელი, აი თვითოული მათგანს უდიდესი მადლობა აი ამ ღირსეული ნაბიჯებისთვის და იმისთვის რომ ყველა აი რასაც თქვენ ახლა ბრძანებთ და ხას უსვამთ ყველანი ხო ელოდებოდა აბა კიდე რა სკანდალი იქნება აბა კრებაზე მოხდება თუ არა რაღაცა აბა ვინმე არა ნაკლები ამიტომ არ ველოდებოდი პირიქით სურვილი არა თქვენზე კონკრეტულად არ ვამბობ ძალიან ბევრი ელოდებოდა ამ სკანდალს როგორც გამოთქმა რო არის კოზინაცარი შაუვარდათო შეხედეს ნახეს ახლა სამუშაო პროცესია არჩევნები იყო და მეუფე შიომ გაიმარჯვა არა მარტო იმიტომ მხოლოდ რომ მისმა უწმინდესობამ გამოარჩია გარკვეული წლების წინ არამედ მისი იყო მაინც ბენეფიტი მის ამ არა მან თავისი ცხოვრებით აჩვენა იქ რატომ გამოარჩია მოსახდრეთ იმ უნარ-ჩვევები დაინახა მისმა უწმინდესობამ რომ მოსახდრეთ გამოერჩია დაინახა მისი სიმშვიდე დაინახა ინტელექტი დაინახა ადამიანებთან ურთიერთობის და კომუნიკაციის შესაძლებლობები დაინახეს მე ძალიან კარგად ვიცნობ, ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, როდესაც ტაძარში მოვიდა. მისი დღეა. ტაძარში არ მოსულა, იმიტომ რომ მოდას აყოლილი ყოფილიყო. ასე არ მოსულა. უწმინდეს შიო იმ პერიოდში ძალიან ბევრი მოდიოდა მოდას აყოლილი ტაძარში. მოვიდა შეგნებულად, დაინტერესდა, ფიქრობდა, ისწავლა ბოლომდე ახალგაზრდა იმ პერიოდის ახალგაზრდა ყმაწვილები არ იყვნენ მანდამან ჩახედული რელიგიურ თემებში, მაგრამ იპოვა ის, რაც მის მომავალ ცხოვრებას და მის სულს სჭირდებოდა და ძალიან ახალგაზრდა ადამიანი, ახალგაზრდა კაცი წავიდა მონასტერში და რით გამოიჩინა, უწმინდესმა რატო გამოარჩია? აი დღესაც რამოდენიმეჯერ გაუსვა ხაზი, ჩემი მორჩილებით ვიღებ ამას. აი ამ მორჩილებით იყო იმ მონასტრებში სადაც ცხოვრობდა ამ მორჩილებს მოღვაწეობდა ამ მორჩილებით იყო იმ დავალებებს რო ასრულებდა რომელსაც მისი უწმინდესობა რა ქვია მას ლოცვა-კურთხევას აძლევდა აი ამ მისი პიროვნულმა თვისებებმა განაპირობა ის გარემოება რომ საზოგადოებამ მის მიმართ ნდობა გამოხატა ეხლა საუბრობდნენ იქ დაუშვათ თუნდაც ბევრ შემთხვევაში როგორც თქვენ ბრძანეთ იქ ასაკია თუ დიპლომია თუ ასე შემდეგ იმ ხალხმა ყველამ ნდობა გამოხატა მის რატომ იმიტომ რომ მასში დაინახეს ის რომ საერთო საქმეს გააკეთებდა მასში დაინახეს ის რომ ეს მზად არის იმისათვის რომ ამხელა ჯვარი და ამხელა ტვირთი აიღოს თავის თავზე და ყველამ ერთი დასამახსოვრებელი კომენტარი იყო გაწყვეტინებ მეც ახლა ვუყურებდი როგორც მაყურებელი ყველა კომენტარს ყველა კადრს და მე უკვე ისაი ამბობდა რომ ჩვენ ყველანი შევეხიდებით აი ამაგაშია საქმე შეხიდების თემა რომ ეს ყველა საზრუნავი აი ამაშია სწორედ საქმე რომ რა სინოდი დატოვა ილია მეორემ ეს ადამიანები თუნდაც განცხადება არ ვეთანხმებ მაგრამ გემორჩილები თლიანობა სისავსეს ვემორჩილები ეს მაღალი ზნეობის კულტურის გამოხატულება არის დამოკიდებულება მღვდელმთავრების მხრიდან ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე რომ საქართველოს ეკლესია ძალიან გაიზარდა
საქართველოს ეკლესია დღეს მზად არის იმისათვის, რომ ბევრი რამე აიღოს თავის თავზე და რაც მთავარია, საქართველოს ეკლესია რეალურად არის დავინახეთ სახალხო ეკლესია, ხალხის ეკლესია. ორი მთავარი, რაც ისმოდა ოპონენტების, კრიტიკოსების, არ ვიცი რა ვუწოდო, მეუფე შიოს, ახლა უკვე პატრიარქი შიოს მისამართით, ეს არის, რომ ის ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატია და რუსული გავლენების მოწყვლადი. აი ამ ორ ამბავზე თქვენ რა პასუხი გაქვთ აი მათ მიმართ? მათ საპასუხოდ. იმ თაობას და იმ მცირე ჯგუფს ვეკუთვნი, რომელიც პირველად დადგა თავრობის სახლის წინ და დაიძახა ძირს რუსეთის დამპალი იმპერიაო. ასე რომ აქრო საფრთხე არსებობდეს, ბუნებრივია ჩვენ ვისაუბრებდით. არ არის, უბრალოდ ამაზე საუბრობს ის ხალხი, ეკლესიის შიდა ბუნება რო არ იცის. აი ახლა თქვენ ნებისმიერი ქალბატონი დედა შვილებთან დამოკიდებულებაში როგორია. ამიტომ მათთვის არ არსებობს განსხვავება, ორივეზე უნდა იზრუნოს, სამივეზე უნდა იზრუნოს. ერთი რო ავათარი, შეიძლება ორი დატოვოს და იმას გაუთიოს რამე. რაც შეეხება დაკვირვებით, რამ საგზა ამ კონკრეტულ სტერეოტიპებმა. ის რაც იყო ილია მეორის პირობებშიც. და უნდა გავიგოთ ერთი რამ, ეკლესია ყოველ მისი უწმინდესობის მაგალითი ის იყო ლოიალური ხელისუფლების მიმართ, მაგრამ რაში აქ დგება საუბარი, ეკლესია თავის დოგმატურ სწავლებას, ეკლესია თავის სულიერებას, ზნეობრივ საკითხებს, ეკლესია ეროვნული ინტერესების დაცვაზე ვერ წავა კომპრომისზე. მაგრამ მთელი რიგი საკითხებში წავა კომპრომისზე, იმიტომ რომ არ გამოიწვიოს დაპირისპირება. სხვადასხვა ფენა, სხვადასხვა ჯგუფ შორის ეს ეკლესიის დედის ფუნქცია, იმიტომ უძახით დედა ეკლესიას, რომ მაქსიმალურად ის მიმართულია იქიდან, რომ შუაში ჩადგეს, თუ შვილები ერთმანეთს დაჭყობენ, გააშველოს. როგორ შეიძლება უთხრას, ან შენ ხარ მართალი, ან შენ ხარ მართალი, მაგრამ კი ხშირად გასაშველებლები ვარ და ახლა მე თვითონ ხშირად მხარე ყოფილი ვარ და ამ პროცესში მიმიღია მონაწილეობა და ხშირად დავუშვათ მისი უწმიდა ილია მეორისგან საყვედურის მიმიღია, რომ შენ კი ბატონო სწორი თქვი, მაგრამ ფორმა იქნებ მოგეძებნა სხვა. იმასაც უთხრა შენ რატო არ მოძებნე მისასვლელი გზა დავუშვათ მამუკასთან. აი ის მუდამ ეკლესიის ბუნება, ჩვენ აი მითების სტერეოტიპები რა გონია, რომ ეკლესია უნდა გამოვარდეს ხლით ხელში და ვიღაცას თავი მოკვეთოს? ვერ იქნება ასე. ვერც ერთ ეპოქაში ვერ იქნება. რაც შეეხება რუსულ გავლენებს, რომ ვისაუბროთ, ესეც ამ პროცესში შედის. ილია მეორეზეც იყო საუბარი რუსული გავლენის ქვეშ არის, მაგრამ მე არ მინახავს ქართველი ილია მეორის გარდა, რომელმაც პუტინს პირში უთხრა, რომ საქართველო იქნება აღდგენილი ტერიტორიული მთლიანობა, ჯობია შენს ხელში იყოსო. ამის თქმელი მე არ მინახავს. მაგრამ ის რომ ის დაუშვათ აგრესიული ტონით არ უნდა გამოვიდეს, აგრესიული ტონით უნდა ლაპარაკოს თავდაცვის მინისტრმა, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრი უნდა იყოს დიპლომატიური. აი ეს უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისაგან. არის ეს ბრალდება, ილია ჭავჭავაძის როცა იყო, რატო არ ახარ რადიკალური? მე მიადგებოდნენ, რომ მომიგვარე ეს საქმე. ილია საუბრობდა, წმინდა ილია მართალი, რომ კი მაგრამ მე თუ ასეთი ვიქნები, ამას ხო ვერ გაგიკეთებ. ამიტომ მოდი ვისაუბროთ, რა არის ფასად, რა გვინდა ჩვენ. ჩვენ დღეს თუ ის გვინდა, რომ ეკლესია იყოს მხარე, ეს დაღუპავს არა მარტო ეკლესიას, არამედ ქვეყანას და თვითონ ჩვენგანს. თუ ჩვენ გვინდა ეკლესია იყოს ცენტრი, სადაც ყველას ექნება შესაძლებლობა. ალბათ შემრიგებელი, თუ ექნება ამის ფუნქციის შესრულება, მაშინ სწორედ ჩვენთვის არის ეს უკეთესი და ყველა სურდა, აი ძალიან ბევრ პოლიტიკურ ჯგუფს, რომ ეკლესია მიმხრობოდა მას. ეკლესიაზე როცა ვსაუბრობ, არ ნიშნავს რომელიმე მისი წევრის ამა თუ იმ მხარეს აქტიურობას. ახლა განსაკუთრებით მაგალითად არის, მე ვახსენე სალომე ზურაბიშვილიც მიმართავდა დღეს, რომ აი პატიმრების შეწყალების თემა, რომელიც როგორც აღმოჩნდა საპატრიარქოშიც
ისმოდა ეს თემა, რაღაც გარკვეული კომუნიკაცია იყო, მათ შორის ზიამაღლობელის და სხვების თემაზე, ქონდაო დეკანოს ჯაღმაიძის მხრიდან ვიცით მას კომუნიკაცია პრემიერთან, აი რაღაც ამ ტიპის მოლოდინებს აჩენს ეს გამორჩევის პროცესი ახალი პატრიარქის, რომ ის რაღაც როლს შეიტანს ამ პროცესში. რა თქმა უნდა აჩენს. მე მინდა ახლა როგორც სალომე ზურაბიშვილის ეს სხვებზე თქვა, როცა ისინი სხვა პოზიციაზე იყვნენ, სხვა კუთხიდან უტევდნენ საპატრიარქოს. და გახსოვთ ეს პერიოდებიც. ახლა მეორე მხარეს არიან, მეორე მხრიდან უტევენ საპატრიარქოს. და ისევე როგორც დაუშვათ ჩემი და თქვენი პასუხისმგებლობა განსხვავდება უწმინდესის შიოს პასუხისმგებლობისაგან, ეკლესიის პასუხისმგებლობისაგან. მას 3 მილიონი ნახევარი მინიმუმ საქართველოში მაცხოვრებელი ადამიანი პატრონობა ევალება, ჩვენ თავზე ვართ მარტო. ამიტომ აი ეს უნდა გავაცნობიეროთ და პოლიტიკურ სპექტრმა გააცნობიეროს ეს, რომ პირიქით პოლიტიკურ სპექტრს აწყვეს, მაგალითად ჩვენ, როდესაც ეროვნულ მოძრაობაში თუ შემდგომ პერიოდში ვიყავით, ჩვენ თვითონ გვაწყობს, რომ ეს ის პლატფორმა იყოს ეკლესია, სადაც დისკუსიის საშუალება იქნება, როცა დარწმუნებული ხარ იმაში, რომ დისკუსიაში მოიგებ და ასეთი ობიექტური, რა ქვია, არბიტრი არსებობს. ამიტომ ამ თემებზე ცოტა სიფრთხილით არის საჭირო და მე პირადად ვამბობ, ვინც ეკლესიის ჩათრევა უნდა, რომ ის გახდეს მხარე, შეიძლება შეგნებულად, შეიძლება შეუგნებლად, ის ქართველთა ერთიანობის წინააღმდეგ გამოდის. და დღეს მეუფე შიოს სჭირდება მხარდაჭერა, რომელმაც ჩვენ არც ვიცოდით არც ერთმა, რომ თვითონვე თავისი ინიციატივით რამოდენიმეჯერ მიმართა პატიმრების საკითხთან დაკავშირებით. კი ბატონო. კი ბატონო, მინდა ბოლოს ასეთი რამ მკითხოთ, ყველა ეპოქას აქვს თავისი გამოწვევები, თავისი რეალობა, ამ რეალობაში, ამ გამოწვევებში, ამ ეპოქაში თქვენ როგორ ხედავთ პატრიარქის მისიას, არ ვიცი, აი რა არის ის, რაც მან უნდა გააკეთოს? ძალიან ძიმე მისია. ძალიან ძიმე მისია. როდესაც რომ ავიღოთ, ახლა შეიძლება შედარება ცოტა მოხერხულია, მაგრამ პელე და მესი რო ყავს გუნდში, შენ შეიძლება მოეშვა. როდესაც ისეთი ფარველი ყავდა თითოეულ ჩვენგანს. იგივე ჩემ თავზე ვიწვი და ჩვენ თაობაზე რომ ვიცოდით, რომ ყოველ შემთხვევაში როცა დაგვიჭერდნენ უშიშროებიდან იყო კაცი, რომელსაც შეეძლო ჩვენი ოჯახი გაემხნევებინა, ჩვენ გამემხნევებინა, ჩვენზე ეზრუნა. ეს სხვა მოცემულობა იყო. როდესაც რამე პრობლემა გაგვიჩნდებოდა, ჩემს მაგალითზე შემილია და სხვების მაგალითზეც. მივდიოდი თქვენო უწმინდესობა, აი ეს თემა ჩვენ ვერ მოვაგვარეთ და იქნებ თქვენ ჩაერიოთ, თუ ჩათვლით და საჭიროთ რომ ჩასარევია და ბევრჯერ დაკავებების ეპოქა ახლაც არის, ანუ ეს იგი. ბევრჯერ გადაურჩენია. ახლა რაც შეეხება უწმინდესის შიოს მდგომარეობა, ძალიან რთულია. ძალიან რთულია. ჩვენ ყველანი, აი სახარების ეპიზოდი არის, მაცხოვარზე გოლგოთაზე ჯვარი რო მიქონდა, ვინმე სიმონ კვირინელი ყანიდან მომავალი კაცი შეუდგა მას. ახლა ჩვენი ამოცანაა ყველასი, რომ ამ ჯვრის ტარებაში მივეხმაროთ. ხოლო მეუფე უწმინდესის შიოს ამოცანაა, რომ ჩვენ ყველას გავგიკეთოს ორგანიზება, უნდა მივეჩვიოთ ილია მეორის გარეშე ცხოვრებას. ის იქიდან კი გვეხმარება, მაგრამ ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ შვილების შემდგარი ადამიანები ვართ. უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია გაკეთება. ეს კრებსითაც უნდა გავაკეთოთ, ეს ერთმანეთის თანადგომით უნდა გავაკეთოთ, ერთმანეთს მივეხმაროთ და ბუნებრივია დღეს მეუფე შიოს სჭირდება, მეუფეზე საჭიროა ლოცვა რო გაძლიერდეს, სჭირდება თანადგომა, რომ მან შეძლოს იმ ამოცანების შესრულება, მე თქვენს და ყველანი რომ იმედებს ვამყარებ და იმედი არის რომ უწმინდესის შიო ამას სიტყვის ვერ მივეჩვიე. დღეს სხვათა შორის ვახსენე რამდენჯერმე ყველაზე ემოციური მომენტი იყო, როცა მეუფე ანანია აცხადებდა თქო და აი ის იყო პირველი, რომელმაც ამ ტიტულატურით მოიხსენი, რომ მინდა როცა წირვის დროს მოხსენიება იქნება, როდესაც დიაკვანი, თავარი დიაკვანი, არქიდიაკვანი გამოვა და იტყვის ეს და ბოლოს მამაი ჩვენი, აი ღმერთმა ქნას, რომ აი ჩვენ გულით და სულით, როგორც მისი უწმინდესობის მიმართ ვიყავით, რომ მამაი ჩვენი, აი ასე ყოფილიყოს უახლოეს მომავალში, ასეთი ავტორიტეტი აიღოს. დიდი მადლობა. და ჩვენ უნდა დაუდგეთ ყველანი გვერდი და კიდევ ერთი მომენტი მინდა ბოლოს რაღაცნაირად სიმბოლურად დაემთხვა ეს ყველაფერი.
სიმბოლურად დაემთხვა, იმიტომ რომ ხვალ არის ანდრია პირველწოდებული სცენების დღე. და ამასთანავე ხვალ არის ღვთისმშობლის მხრიდან საქართველოს ფარველობის სცენები, წილხსომილობის სცენების დღეა. ანუ ჩვენ ხვალ სვეტიცხოველში წილხსომილებაზე ვსაუბრობთ და წილხსომილებაზე როცა ვლოცულობ და ამ დღეს აღნიშნავთ, ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, დედა ღვთისმშობელი შეგვეწევა, შეეწევა უწმინდეს შიოს, შეეწევა სინოდს, ყველა ღირსეულ ადამიანს შეეწევა და ასე ერთნებობითა და თანადგომით, როგორც გიორგი თაწმინდელის ფორმულაა, ჩვენ შევძლებთ რომ მრავალ გამოწვევას ვძლიოთ. დიდი